მოგესალმებით, მეგობრებო, მინდა მოგიყვეთ დღევანდელ ვიდეოში. რა არის რეალურად დემონური ენერგიებს, რო ეძახით აგრესიას, ტოქსიკური ადამიანი, ნეგატიური ადამიანი, ლილიტ ზეროზის ესეთი ადამიანი. თელ აი ამ სურათში, აი პატარა დაფაზე მინდა აგიხსნათ სინამდვილეში რა ხდება აქ. და რა არის ყველაზე დიდი აგრესიის წყარო, ესე რომ ვთქვათ, ხო? ნუ ვინც ახლა ემპათიური ადამიანი არის, განსაკუთრებით ხვდებიან ხოლმე მიზეზები, საიდან მოდის. ანუ როცა შეგვიძლია ვიგრძნოთ ადამიანი, მაგალითად, ნუ ზოგისთვის ეს ცოდნა არის მნიშვნელოვანი და ცოდნით ხვდებით, ცოდნის მიღებით ფსიქოლოგიაში ვერკოვით, ეზოთერიკაში ვერკოვით და ამითი უახლოვდებით სხვა ადამიანის ტკივილს, ანუ სქემა რო გესმის, ან იბადებიან ისეთები, რომელიც ისედაც გრძნობენ ამ ყველაფერს. ხა ჩვენთან ასტროლოგიაში ეს გამოხატული არის 12 სახლი, ნეპტუნის ენერგია, მაგალითად კიჩხიბული ენერგია, რომელიც ემპათიასთან, ნუ ბუნებრივად კონტაქტზე არის, ხო? ბუნებრივად გრძნობენ. და ამასაც აგიხსნით მე სქემები როგორ მუშაობს. ახლა პირველი მინდა გითხრათ, საიდან მოდის აგრესია? აი თეორიულ ნაწილსაც გეტყვით და აი პრაქტიკულადაც მინდა დაფაზე გაჩვენოთ, საერთოდ რა როგორ ხდება. ანუ ჩვენთან გვაქვს ესეთი ყოველთვის ვამბობ ხოლმე კარულ ასტროლოგიაში სელენა ლილიტის ღერც ვეძახით ყველაზე მთავარზე. მან და გავდივართ, მოდი ესე ავიღოთ სულის ბირთვი. ხო? აი სულის ბირთვი არის და სულიერი სამყაროების გამოცდილება არის. ანუ მე რასაც ვაკვირდებოდი ჩემ კვლევებში, მაგალითად სელენას ინკარნაცია ეზოთერული და ვედური ასტროლოგიით და ვედური ცოდნით და ვედური ფილოსოფიით თუ შევხედავთ და იქ ბუდისტური ფილოსოფიით თუ შევხედავთ, ასევე ღრმა კარმული თემებითაც, ძირითადად დედამიწაზე ნაკლებად ხდება ეს გამოცდილება სელენას ინკარნაცია. ყოველთვის ან სხვა სამყაროებში იყო ეს გამოცდილება სელენას, ან საერთოდ სულიერი სამყაროებიდან, ან უბრალოდ სულის ბირთვი სად გაჩნდა ნამდვილი ენერგია ავთენტურმეს რო ეძახიან ხოლმე, აი ეს პირდაპირ სელენას ენერგია არის ეს ბირთვი. და ესეც არ არის მუდმივი, მეგობრებო, ესეც იცვლება. აი ვინც ჰიპნოთერაპიაზე ჩემი ჩათვლით გასულა ამ სელენას კიდე უკან ენერგიაში, სხვა ციკლში, სხვა ინკარნაციულ ციკლში, იქ საერთოდ სხვა ენერგია დაუნახია, საკუთარი თავის და სხვა შორის ეს რუკაში ძალიან კარგად ჩანს ხოლმე. და მე დავაკვირდი აი ამ ბირთვში, ამის უკან ინკარნაციებში, სელენა სანამ აი ეს ავთენტური მე კიდე გადასხვაფერდებოდა, აი აქ იყო ისეთი ინკარნაცია თავის სელენა ლილიტით, ოღონდ აქ მე სახლს ვაგნებდი ხოლმე, კიდე უკან იყო სახლის ენერგია, რომელიც მე აქ ერთად შეიქმნა, სახლი და ნიშანი ერთად შეიქმნა, ხო? ანუ ახლა მე ძალიან შორიდან ვიწყებ. რეალური ბირთვი საიდან არის? სულიერი სამყაროები არის ეს არ არის მთლად აი პირდაპირ ღვთის სახლი, ესე რომ ვთქვა, და არა სულიერი სამყაროები, ოღონდ ესეც მატერიალური. ოღონდ უფრო ბევრად ნატიფი, ბევრად ესეთ არ არის იქ უხეში მატერიალური ენერგია, ხო? ბევრად უფრო სულიერ სამყაროებთან ახლოს ყოფი. ამას ეზოთერიკა ხსნის რაღაც სხვადასხვა სამყაროები, ანუ სულიერსა და მიწიერს შორის უამრავი სამყარო არსებობს და ნენელა ჩამოდივართ, ნენელა ავდივართ. აი ქრისტეს ინკარნაციაზე რო ლაპარაკობენ ხოლმე ეზოთერიკაში, მას განამარტა დედამიწაზე შემოსვლა მოუწიაო. ძალიან ბევრ აი ამ სხვადასხვა აი აქ მიწიერი მე რო აღვიქვათ, აი აქ ძალიან ბევრ სხვადასხვა სამყაროში შემოსვლა ეტაპობრივად მოუწია რომ აქ ჩამოსულიყო. სხვა შორის ინდური ფილოსოფია ასევე ამბობს, რომ ეხლა არის ეპოქა კალის, ესე რომ ვთქვათ, რომელიც ნუ ყველაზე დაბლა არის ენერგეტიკულად დედამიწა დასული და აქო ეხლა სულიერი ნამდვილი ისეთ სულიერ სამყაროებიდან ენერგიები აღარ ჩამოდიან, აღარავის აღარ უნდა აქ ჩამოსვლაო, იმდენად დაბალი ვიბრაციები არის, ხო? და სინამდვილეში გულახდეთ რომ გითხრათ, ახლა მეც როცა თერაპიულად ვიკვლევდი ამას, არ არსებობს სინამდვილეში მაღალი და დაბალი, ხო? ეს სინამდვილეში ძალიან დაბლა ჩასვლა და აქ ამ ყველაფრის გავლა უფრო დიდ ნახტომს გვაძლევს სულიერ სამყაროში, ვიდრე ახლა სულ რო ვიფრინოთ, ხო? სულიერ სამყაროში, ანუ საბოლოო ჯამში ერთი ღერძი არის, პოლარობები არის ყველაფერი. აი აქ, როდესაც ეს კვანძი შეიკვრა სელენასი და იქ ნახეთ რაღაცა ბევრად უფრო მოდი ესე რომ ვთქვათ, რელიგიური კუთხით მე ვეძახი ადამ და ევას 64-ის ბაღს. აი ეს არის სელენას ინკარნაცია, პირდაპირ სად ვიყავით სელენას ზონაში. ანუ იმ რაღაცა ღვთიურში, იმ ედემის ბაღში.
აი ეს არის ჩვენი სული როგორ აღიქვამს ამას, როგორც ედემის ბაღი. მაგათ იქ რაღაცები დავარღვიეთ, რაღაცები ვიქალეთ და ჩამოვარდით აქ მიწიერებაში, ხო? ამ მიწიერებას აქვს ეგოს კანონები, სხეულს აქვს, სხეული აქ არ იგულისხმება მარტო ფიზიკური სამყარო. დედამიწის ენერგიაში, მიწიერ ენერგიაში არის ინსტინქტები, ცხოველური, ანუ ჩვენ ფაქტიურად ცხოველურ ენერგიაში ჩამოვდივართ, ეს რაღაცა სულიერი ვიბრაციის მქონენი და ამ ცხოველურ ინსტინქტებს აქვს თავის კანონები. ამას ვეძახით სატურნის კანონებს. სატურნი ეს არის სრულად საკოთ სატურნის ენერგია, მაღალ ვიბრაციაზე ეს კარმა არის, მაგრამ სატურნი მიწიერ დონეზე ეს არის საზღვარი მიწიერების, სადაც ის სულიერი სამყაროები აღარ აღწევს. როგორც ენერგეტიკულად მაინც არ აღწევს, ხო? ასევე ფიზიკურადაც არ აღწევს. და შესაბამისად ამ სატურნის ენერგიაში დედამიწის ვიბრაციაში, ანუ მატერიაში, მატერიას აქვს თავისი ეგო. და ვინც ხათა შორის, მეც მქონია ეს პრაქტიკა სხვებთანაც გამივლია, რო ნახეს მიწიერი სამყაროს კანონები, პირველი რამ მოდის აგრესია ბრაზი. და აგრესია ბრაზი რა კუთხით, იცით რომ ეს ენერგიებია, რომელიც აქ გადარჩენაში გვეხმარება. ანუ ეს არის ეგოს დაცვის ენერგიები. აი ამ ეგოს ვიცავთ როგორც სიცოცხლის გადარჩენის ინსტინქტი, ხო? ყველაფერი მიდის სიკვდილის შიშთან. ანუ ნებისმიერი ეგოს თემები მიდის სიკვდილის შიშთან. მაგალითად, მე თუ ხალხ ხელს ვკრავს, მე თუ ჯგუფში რეალიზებული არ ვიქნები, მე თუ ჩემ თავთან არ ვიქნები, მაგრამ ჯგუფი უარყოფს და მე მოკვდები ცხოველურ ინსტინქტებში გავდივართ აქ, ხო? გამოქვაბულის ადამიანის პერიოდებში. შესაბამისად, თუნდაც ეგო მტკივნეული ეგო რო აქ ადამიანს მე არავის არ უყარ, არაცნობერ დონეზე აქ მედივართ, ეხლა სუფთა ფსიქოლოგიურად გიყვებით სიკვდილის შიშთან. შესაბამისად, ამ სიკვდილის შიშს აქვს ეგოს ენერგიები, ანუ მატერიის. მატერია არის გადარჩენის ინსტინქტი თავიდან ბოლომდე და ეს არის ჩვენთან სატურნის ენერგია. მაგრამ ეხლა ნახეთ ცოტა ეზოთერულ ენაზეც რო აგიხსნათ, აი ეს ყველაფერი როგორ არის კავშირში. სინამდვილეში აქ რო სიყვარული გვინდა ჩვენ და გადარჩენის ინსტინქტი გვაქვს. რაღაცა დონეზე სულიერ სამყაროსთანაც არის დაკავშირებული, იმიტომ რომ აქ ესმის ადამიანის ქვეცნობიერს, რომ აქ სიყვარული არის მთავარი სულიერ სამყაროებში. ანუ სადღაც ეგოს აქვს აი ეს ტკივილი, რომ მე დავკარგე სულიერი სამყარო, ანუ სიკვდილის მიღმა კიდე არაცნობიერ დონეზე, ამას ახლა ფსიქოლოგია ასე ბოლომდე ვერ ხედავს. ანუ იქ მიდის სიკვდილის ენერგია, ხო რომ მე მაშინი არ მოვკვდე. მაგრამ კიდე უფრო ხრმად ამ ინსტინქტების მიღმა არის ამის დაკარგვის შიში, არაცნობიერში. რა ეს რაღაც ღვთიური არ დაიკარგოს ჩემში. და აქ მოდის ეს უკვე ცოტა მაღალ ვიბრაციაზე რო გადადის ადამიანი, მაღალ დაბალ ხო გეუბნებით, მე ესე პირობითად უყურებ, გაცნობიერებების დონეს გულისხმობ აქ. მიდის მაინც ისევ აქ, ან თავარ წერტილში აი ამ სელენას ინკარნაციას, ანუ ღვთიურის გადარჩენა ჩვენში, ადამი და ევას ბაღში დაბრუნება, აი ამ თემაში მივდივართ ხოლმე სულ. ეს მაქვს ადრე ვიდეოებში რაღაც დონეზე ახსნით. მაგრამ ეხლა რა მინდა გითხრათ. სულიერ სამყაროში აი ეს სელენა, ამის უკან იდგნენ მფარველი ანგელოზები, თავარ ანგელოზები, აქ ვასრულებთ, ну ესე ვეძახით ხო ჩვენ, აქ ვასრულებთ სამყაროს მისიას, სულიერ მისიას, ჩვენი თანხმობით. და ამ სამყაროს მისიას რო ვასრულებთ, გვიდგანან გვერდში. ამ სელენას ენერგიას, რასაც ჩვენ ხალხში ვავლენთ, ყველა ტაშს გვიკრავს, ყველას მოვწონვართ. იმიტომ რომ ეს სელენას ენერგია, ეს არის ხალხზე მიმართული და ხალხი პირობითად ვამბობ, გაცემაზე მიმართული არის ეს ელენას ენერგია, რომ მე რაღაც სამყაროს გამტარი ენერგია ვარ და ხალხში უშვებ ან სამყაროში ან ყვავილები, ცხოველები, ბუნება, სამყარო, ანუ ვატრიალებ ენერგიას ჩემში და მე რაღაცა დიდის ნაწილი ვხდები და ამას გამოვცემ, ხო? აი რა მოხდა ახლა აქ ამ სელენას როცა მივეჯაჭვეთ ამ ინკარნაციას და აქ ჩვენი ეგო გავაიგივეთ ამ სელენასთან რომ მივეჯაჭეთ როგორ იცით რომ აი ეს არის აი აქ მინდა ვიყო ან ეგოს მიწებება აი ამ ბირთვის მიწებება აქ მოხდა ამან დაგვაკავშირა დედამიწის ენერგიასთან სუსტად როდესაც მოხდა აქ განა აი მარტივად რო გითხრათ ინდურ ფილოსოფიაში არის ესეთი რომ აი არჯუნასთან კრიშნას დიალოგი ხო მთავარი რომ
შენ და იომო შენ ეს ყველაფერი უნდა გაიარო, იმიტომ რომ მეომარი სული ხარ, მაგრამ შენ არ უნდა მიეჯაჭო ამ ყველაფერს. აი მაშინ იქნები ის მეომარი, ხო? ეს ძალიან მოკლედ რომ მოგიყვეთ იდეა, მან რა არის, ანუ კრიშნა ეუბნება, რომ თავარი ის არის, რომ შენ უკვე რო არ გინდა აქ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო, იმიტომ რომ მიეჯაჭო იქ ნათესავებს, გარემოს, მიწიერებას, იქ ფიქრობ, ესენი რომ მოკლა მე ამათი ჩვენი ქალების მთელი ეკოსისტემა და ენერგეტიკა დაირღვევა, ხო? ანუ აქ უკვე მიჯაჭულობა არის მიწიერებაზე და ინდური ფილოსოფიით მიწიერება არის ილუზია, დროებითი. და ისაც დროებითი არის, ხა დიდი ფილოსოფია არ ჭირდება. მას ჩვენ გვკვდებით და ყველაფერი გვკვდება და ყველაფერი ახლიდან იბადება, ხო? ანუ ეს დროებითი არის. ყველანაირი კუთხით დროებითი არის დედამიწაზე ჩვენ ყოფნან რაღაცაზე დარდი რომ რატო არ გამომივიდა. რო გამოსულიყო მე რა, ანუ ისაც მალე მოგდებოდით, ხო? ანუ იდეა ეგეთი არის, რა, ანუ მოკვდავები ვართ. შესაბამისად, არა მარტო ჩვენ ვართ მოკვდავები, არამედ ყველა მოკვდავი არის და მალე რაღაც კუთხით პლანეტაც მოკვდავი არის, ხო? შესაბამისად, ყველანაირი ჩვენი სისტემა ეს არის დროებითი მატერია, არის დროებითი. ანუ ნებისმიერი ამაზე მიჯაჭულობა, ტკივილი, დარდი, ეს არის სადღაც დავიწყება რეალურად საიდან მოვდივართ. ხო? აი ამ სულიერი სამყაროდან. და ამ დიალოგში არის ზუსტად ეს, რომ ჩვენ როგორც კი მივეჯაჭვებით, თუნდაც სულიერ სამყაროს სადღაც, იქ უკვე აი ეს ეგო ძლიერდება. ანუ მე მინდა რომ აქ ვიყო. მე არა ვარ მზად რომ ეს გავუშვა. იდეა აქ არის. ანუ მე ფორმირდება პირველად ამ სელენას ინკარნაციაში. ego ფორმირდება, მე მიყვარს ეს გარემო, მე მივეჯაჭე, ჩემთვის თავარი ღირებულება ეს არის. მე ამოდის პირველად. როგორც კი აი ყველაზე კარგი ალეგორია არის ჩემთვის ადამ და ევას მთელი ისტორია იმითი, ნახეთ, მათ შეიცნეს სირცხვილი, როგორც კი ვაშლი გასინჯეს, ხო? მათ შეიცნეს მე, ego, ხო? აი ეს არის ზუსტად ლილიტის ენერგია. ანუ ის ვაშლი პირობითად მართლა ხარ იყო ხა სიტუაცია. აი ის რაც გასინჯა ადამიანმა ხო სულმა. აი ეს იყო და სულმა ეხლა ის ადამ და ევას ბაღიც, იქ სადაც ღვთიური ენერგია იყო. პირობითად ჩვენთან სელენას ინკარნაცია არის, ხო? აი მე ვუყურებ ხოლმე სელენას ასწორებს, მაგალითად ეხლა უბრალოდ ისე ვთქვი. იმ ხელა ჰარმონია, სილამაზი, სიყვარული, ესთეტიზმი რაღაც ადამიანების ესმით, გაწონასწორებულობა, სამართლიანობა ატარებს ამას, ენერგეტიკულად დგას მასში ეს სელენა და ძალიან არის მიჯაჭვული ასევე საზოგადოებაზე, ხო? ანუ თან ესე, შინაგანათაც ყარად დგას, მაგრამ იმის ესმის, ხო და სილამაზეს აღმართებენ, ხო? აი აქ არის ego ლილიტის ოპოზიცია, ეს ლილიტის ენერგია მადულინდება მე, რომ აი აქ არის ჩაკეტილი ადამიანი და ეს მე შემიყვარს და ეს არის ჩემი თავარი ღირებულება. ეს მე ვარ, ეს ელენა. აი აქედან იწყება აი ამ ეგოს ფორმირება სულიერ სამყაროში. როგორც კი ეს ego აღმოჩნდა, გაცნობიერება, რომ მე მიყვარს, მე მომწონს, მე აქ ვარ, სადღაც ეს მე არის უკვე მიწიერი ego. აქ ფორმირებული ego პოლარობაში, არაცნობიერში, აი, ხშირად არის, რომ სელენას ინკარნაცია გვინახავს ჰიპნოთერაპიაზე, ხა მეც ხშირად გქონია ეგ. და იქ ყველაფერი კარგად იყო, ხო, როგორც კი მოვკვდი, იქვე წავიდა თითქოს რაღაც ძალიან დიდი ტკივილი. და რატომ დამთავრდა ეს ყველაფერი? აი ეს ტკივილი იყო თურმე ვერც კი ხვდებოდი, ამიტომ არის ეზოთერიკაშიც და რა ძალიან გვიყვარს, არაცნობიერში უკვე აგრესია მიდის, რომ იმის დაკარგვის გლოვა. ამ დროს ყველაფერი შეიძლება კარგად არის. რასაც ვეჯაჭვებით, ქვეცნობიერში უკვე აგრესია მიდის, ნეგატივი მიდის, დესტრუქცია მიდის, თვით განადგურება მიდის, ხო? აი აქ არის ეს ეგოს ფორმირება. ეს ego როგორც კი ჩდება, მიჯაჭულობა ჩდება, რაც უფრო ძლიერი არის ეს მიჯაჭულობა, მით უფრო მატერიაში შემოდივართ უფრო უხეშ ენერგიებში, გვაგდებს, ჩამოვარდნა, რა გსულს სულ. არაცნობიერში ეს ჭრილში გადადის, ზოგთან ეს ტკივილი, ჭრილში რომ მე არ მინდა ამას შევხედო, მაგალითად და იწყებს ამის გაფეიკებას, ვითომ აქ არაფერი არ არსებობს, ხო? ანუ
ეს არის აბსოლუტურად აუთვისებელი ენერგია, არასწორი ენერგია, იმიტომ რომ პოლარობა არის, ჭრთილი არის ამ ყველაფრის, მაგრამ ეგო არის. მე მინდა, ესე იგი აქ თუ ჩვენ გავცემთ ენერგიას და სამყაროს ვემსახურებით, აქ მარტო ეგოს ვემსახურებით და მე მინდა სურვილებს ვემსახურებით. შესაბამისად, აქ თუ ტაშს გვიკრავენ, მოვწონო ართ ყველას, იმიტომ რომ ეს არააგრესიული ენერგია არის, ეს გამცემი ენერგია არის. აქ პირველად არის დემონურ ენერგიას რო ვეძახით, აი ხა პოლიტიკაში აღარ მინდა ვახსენო ზოგ-ზოგ-ერთები, რომ უჭირავთ ეს ენერგია და სინამდვილეში თავის ეგოს ემსახურებიან, აბსოლუტურად გაძარცვავენ ყველას და ყველაფერს, ოღონდ ამ ეგოს ემსახურებენ პირველ დონეს ვეძახით ლილიტის ამას. ყველას ჩვენთან ქონდა ეს კომბინაცია ხელისუფლებებში და ვინ მიყვება ამათ, ამ ფეიქს, ვინ ვერ გრძნობს და ვინც ვერ ხედა. ასევე ასეთი ენერგიის ადამიანები, რომელიც აქ არიან ჩამოსულები. არ უყვართ თავისთავი, იმიტომ რომ ესენი ჯდებიან ამათ ენერგეტიკაზე და ამათ რესურსებს, მატერიალურს, ენერგეტიკულს, ფიზიკურს, ყველაფერს იღებენ თავის თავზე. მაგალითად, ესენს არ აქვთ ამათ თვითშეფასება, ახლა აქ რო ვთქვა, მასა საზოგადოებაში, ყველა ქვეყანაში ხდება ეს, განსაკუთრებით დაბალ განვითარებულ ქვეყნებში, ირანში რაც ხდება თუნდაც, მაგალითად, ანუ ყოველთვის, ეხლა მე ძალიან პოლიტიკურ თემაში გავიყვანე, მაგრამ ხილული რო იყოს თქვენთვის. ან ადამიანი მაგალითად, რომელიც ცოტა დიქტატორი არის, რომელიც იღებს იმას თავის თავზე, რაც არ არის სინამდვილეში და სხვებს აზიანებს ამითი, ხო? და აქ მოდის კოლოსალური აგრესია სხვებისგანაც, ამ ლილიტის ზონაში ჩვენთან, ხო? და ეხლა რო გავყოთ ეს ელენა ლილიტი და აქეთ პლანეტები, უკვე კვადრატურები, პლანეტებს შორის მაგალითად უკვე დაძაბული ასპექტები გვაქვს, ხო, აქ სადღაც იყრება კვადრატი, სადღაც იყრება მაგალითად ოპოზიცია, ხო? ეს ყველაფერი გამოხატავს ამას უფრო მკვეთრად და უფრო ნეგატიურად. ოღონდ ეს თავისთავად კი არ არსებობს, ამას გამოხატავს ეს ენერგიები. თუ გინდათ ნახოთ ადამიანი, რომელთანაც ლაპარაკი მძიმეა, ვერ შეხვალ ურთიერთობაში, სულ კონფლიქტური არის, სულ რაღაცა პრობლემები აქვს, უმეტესად დაზიანებული რუკით არიან. ბევრი კვადრატი, ბევრი ოპოზიცია, ეგო ზედაზიანებული, ეს ხშირად ან არის გარემო, რომელიც მას აზიანებს, ან თვითონ აზიანებს გარემოს და ეს დასამუშავებელი არის ხოლმე. ამ ღერძზე გავდივართ ახლა ჩემთან როცა მოდიან თერაპიულად. ამ ღერძზე ვმუშაობთ, რომ ესენი დაბალანსდეს და ზოგი მარტო ამას ხედავს და აქ ვერ შემოდიან. ფსიქოლოგია ამის ნახევარს ხედავს საერთოდ. ამასაც ვერ ხედავს, რაღაცა ერთ პატარა ნაჭერს დაინახავს, აჰა მზემთვარეზე გავიდნენ მარტო, ეს თლიანი სურათი დაკარგულია და ეს ხო საერთოდ ჭრდილში არის გაყვანილი და იქ მიდის მერე კატასტროფა. მე რასაც უყურებ ხოლმე, ხამდე 15 წელი ამ სფეროში ვარ და არა მარტო უბრალოდ ამ სფეროში ვარ, ხო ძალიან ბევრი კუთხით ვიკვლევ ამ სფეროს. ეს არის მიტოვებული. ეხლა რა ხდება ყველაზე საინტერესო. აი ხა ეგო ვახსენეთ, ხო? აქ, რომელსაც აი ეს სისტემა, კვადრატები, ოპოზიციები გამოხატავს უფრო მტკინეულად ამას. ეხლა საიდან მოდის ეს აგრესია? საიდან მოდის დესტრუქციული ადამიანი, ნეგატიური ადამიანი, რომელიც ახლა ვერ გაეკარები ისეთი დესტრუქციული. ეხლა ემპათიური ადამიანები ამას ხედავენ. ხა მე შემიძლია ვთქვა, რომ ემპათიური ვარ ისეთი რუკა მაქვს, მაგრამ როგორი არის ახლა სიამდვილეში? აი ეს ეგო. ჩვენი პირადი ტკივილი, რომ რაღაც ვერ მივიღეთ, ჩვენი პირადი დარდი. შეიძლება იყოს ქვევით არაცნობიერში, საერთოდ ვერ ვაცნობიერებ ამ ყველაფერს და ცხოვრებისეული მოვლენები არის საჭირო, რომ ეს გავაცნობიერო და დავინახო. ამას სჭირდება სატურნული ენერგია, ჩვენ რო ეს დავინახოთ. ჩვენი ტკივილი აქ სატურნი არის ჩართული, დრო, სატურნი დროს მართავს ჩვენთან. სატურნის პერიოდები არის ამისთვის საჭირო, რომელიც გვანახებს, შეიძლება აი ფსიქოლოგიაში არის ესეთი აი შიმშილი მაგალითად, ხო, შინაგანი შიმშილი შეიძლება კონდეს ადამიანს ურთიერთობის შიმშილი, თურმე ოღონდ მთელი 10 წელი ან 20 წელი ისე იცხოვროს, რომ მიხვდეს, რომ თურმე აი სატურნის პერიოდში ან სხვადასხვა ტრანზიტზე ამოტივტიდეს, უი მე ხო ამის გარეშე ვიცხოვრე თურმე ამდენი წელი.
აქ მოდის თვითგვემ. ზოგს აქ ეს სექსუალური ენერგიაზე მაგალითად, რომ ეხა სატურნი მერვე სახლში მაგალითად, ან მზესთან, ან მარსთან შეერთება მაგალითად, სექსუალური ენერგია არის მათში სიტყვაზე ვამბობ, ეხა მთელ რუკას გააჩნია, მაგრამ კარმულად ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა შეიძლება აი ან დობაზე, ან სექსუალურ ენერგიაზე, ან სხვასთან ერთად ენერგიაზე, უარი თქვა საერთოდ, ხო? და მერე დგება ის, რომ დრო გადის, ეს დაკონსერვებული იყო სატურნის ენერგიაში და მერე აღმოაჩინეს ადამიანს, რომ ეს თურმე მაკლდა მთელი ცხოვრება. შეიძლება მომავალ ცხოვრებაში დააკლდეს, მაგრამ რუკაში ჩანს, რა აკლია, რას ბლოკავს თავის თავში. ეხლა როცა არის სატურნი ტყუპებში მესამე სახლში, ამ ადამიანს ურთიერთობები აკლია თურმე, ოღონდ თვითონ ბლოკავდა სადღაც, ხო? ანუ ეს რუკაში შეგვიძლია მთლიანობაში დავინახოთ, აი ეს ეგო, ეს მე მინდა და სატურნულად ქვევით ქვეცნობიერში იყოს და არ ჩანდეს. არის უკვე ტრანზიტული პერიოდები ან ცხოვრების გზა არის საჭირო, ხა 20 წლის გოგო 25 წლის ან 30 წლისაც ამას ვერ მიხვდება ახლა რასაც ვლაპარაკობთ, ხო? ამას შეიძლება თეორიულად ავხსნათ, მაგრამ ამას ეს უნდა ვიცხოვროთ დროში, აი მოვლენები უნდა მოხდეს, ელვასავით უნდა რაღაცებმა გაიჭექოს, რომ დავინახოთ ეს მე, ხო? მაგრამ არა ცნობიერში ხო არის, მე ხო ხვდები რომ რაღაცები მაწუხებს, რაღაცები არ მქონდა, რაღაც იქ სიყვარული მაკლდა, ოღონდ ყველაზე სევდიანს რას გეტყვით. აი აქ საზოგადოებას, რომელსაც იდენტური პრობლემები აქვს, თავის ეგოში არიან ჩაკეტილები, სუფეხებზე კიდიათ. ამ ადამიანს რა აკლია და რა არა აქვს. სუფეხებზე კიდიათ. როგორც ამ ადამიანს სუფეხებზე კიდიათ ეს. თუ არ არის აქ ტოტალური ემპათიური მიდგომა, ხო? ტოტალური ემპათია როგორ იცით, რომ მოხდა ემპათია რა არის? ცენტრში ეს არის ფსიქოლოგიაში ცოტა დაჭრილი ადამიანი იმდენ რამე აკლდა, ოღონდ კარმულათაც, რომ იცის ეს რაც არის და უკვე გრძნობს მსგავს ან პროექციაში წავით გადიან, გრძნობს უკვე იმ ადამიანს, ვისაც რაღაცები უჭირთ. ეხლა მზე მე-12 სახლში როცა ვამბობ, ხა მე მყავს მზე მე-12 სახლში და მზე არის ego და მე-12 სახლი არის კოლექტიური ენერგია. იქ ძალიან კარგად ხედავ ხოლმე, სად ვის რა ეგოს ჭიდილი აქვს და მე მეცოდებიან ხოლმე ამის გამო, რომ ეხლა ხედავ ადამიანს რა უჭირს, ვერ ბრაზდები, ვერ ვექცევი სათანადოდ, როგორც საჭირო არის ხოლმე და ნუ მე მეცვიანდები და შეიძლება ეს ადამიანი ზიანდება, ხო? ანუ ტოქსიკურ ემპათიას როგორც ხავთ ხოლმე ზოგჯერ შეიძლება. მაგრამ ნუ ეს სისტემა ესე მუშაობს უფრო, რომ ხედავს ეს სახლი, ვენერა იყოს მე-12 სახლში სიტყვაზე, გრძნობს ძალიან კარგად, ან თვარე მე-12 სახლში იყოს ხები, რას გრძნობენ. ოღონდ საკუთარის ხარჯზე, მზეც მე-12 სახლში ხების, ეგოების პრობლემებს ხედავ, ოღონდ საკუთარ წევა მის ხარჯზე, ხო? სადღაც ეს პრობლემა არის, ხო? და აქედან გამომდინარე, თუ ეს არ არის, აი აქ არის სულ ეს პრობლემა. ადამიანი რჩება მარტო თავის ტკივილში, სოფაყებზე კიდიათ, ამათ, ამას რა აწუხებს. ამის ეგო და ტკივილი ძლიერდება კიდე უფრო მეტად და თუ არის შეგნებული ადამიანი რეტროფლექსიაში გადის, საკუთარ თავში კეტავს ამ აგრესიას და შეიძლება თავის ტკივილებში გამოვლინდეს, ტრამვებში გამოვლინდეს, სიმსივნეში გამოვლინდეს, სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემები, სერიოზული პრობლემები ზოგჯერ არის. რეტროფლექსია ეს არის. ფეხი მტკივა, ხელი მტკივა, წელი გამიცივდა, ნაღველი ამტკივდა, რაღაცა უცებ რაღაც გამისკდა და საოპერაციო ვარ, ეს ტიპიური ჩაკეტვა არის ბრაზი აგრესიის საკუთარ თავში. და ნუ სხვებისთვის არ არის საფრთხე, მაგრამ საკუთარი თავისთვის საფრთხე არის, ხო უკვე. და მაგრამ არც ერთი არ არის სწორი. მე თუ ჩემ თავს უშავებ, თუ სხვას უშავებ, ორივე არის სწორი. ანუ დავისწავლო ამ ენერგიის გაცნობიერება. და არის მეორე კატეგორია, რომელიც აი ესე ტრანსლირებენ და მთელ აგრესიას აყრიან სხვებს თავზე. ხო? და ეს შეგვიძლია დავინახოთ, ავიღო მსხვერპლი და ჩავქოლო. ვუყურო ადამიანს, ყველაზე სუსტი უნდა შევარჩიო, იქ ემპათიური, ან საწყალი, ან თავის ასწრებს რო ვერ იცავს, ან აგრესიას კეტავს თავის თავში, ამოვირჩიო და დავაპროეცირო მთელი ჩემი აგრესია ბრაზი ამ ადამიანზე და ან გავანადგურო, ან სიტყვით, ან იმითი, ან ამითი, ხო? და ეს არის პროექცია ფაქტობრივად. ანუ ადამიანი რო გეუბნება
მაგალითად რაღაც დესტრუქციას, აი ჭორავს მაგალითად, აი ისინიც ყველა ჩემზე ჭორავს და აი ესეთი ცუდი გარემოა და ისინი მე მებრძვიან და სინამდვილეში რა ხდება? ფოკუსი აქვს ამ ადამიანს ამათზე. თავის საზღვრებში კი არ არის. ამათ შიდებს პროექციას თავის თავს. და ყველა საინტერესო პროექციას ის აქვს, რომ აქ ტყვილი არ არის. ანუ რაღაცას ხედავ მართლა, ოღონდ ფოკუსი მაქვს აქეთკენ. ანუ ერთი ჯოხის ორი ბოლო გამოდის. ანუ იმ ხალხზე რომ ლაპარაკობ ისინი ჭორიკნები არიან, ისინი ცუდად მექცევიან ასე. შემდეგ მეც ეგეთი ვარ სადღაც, ვაპროეცირებ ამაზე, ოღონდ ზუსტად ის ხალხი უნდა ვიპოვო და ველის თეორიაში, იმ ველში უნდა შევიდე, სადაც ეს კატეგორია არის. რასაც მე არაცნობიერად ან ჩემზე ვფიქრობ, ან ჩაკეტილი მაქვს ჩემში, ეხლა რომ ჩავშალოთ, ხო, ის ჯერ თავარი ბირთვით დავიწყე და ეხლა წვრილმანებში ვეჩავთვალ. მაგალითად, ხშირად ყოფილა, რომ არიან ადამიანები, რომელიც ამბობენ, მე არ მიყვარს მდიდარი ხალხი, ისეთები არიან. ეხლა ფსიქოლოგიურად რო გადავთარგმნოთ, როგორ მინდა მდიდარი ვიყო, როგორ მინდა ესეთი ლამაზი ვიყო, ან წარმატებული, ან იუპიტერიანელი, ხო, იუპიტერი ამასთან არის კავშირში და რაღაც ინტროექტები მაქვს, რომელიც არ მაძლევს ამის უფლებას. ან მე მგონია, რომ არ ვიმსახურებ ამ ყველაფერს და ისე მტკივა ამას რომ შევხვდე, რომ მე პროექცია მჭირდება და ვებრძოლო ამ ადამიანებს. სადღაც, ხო? არაცნობიერად გქონდეს ფოკუსი, ხო? ეს არის უკვე პროექცია. ანუ სინამდვილეში მე მირჩევნია არ შევხვდე ამას, რომ მე აქ რაღაცები მაქვს და მივაწებო ეს ხვებს, ხო? მეორე კუთხით სხვა ისტორია მაგალითად, ახლა ადამიანი რომ ელაპარაკება რაღაცებზე, ახლა განსაკუთრებით არის ხოლმე ახლა აღარ მინდა ისე ვთქვა კომბინაციები, მაგრამ ძალიან თვალსაჩინო არის, აი რომ ყვებიან რომ აი ესეთები არიან, ისეთები არიან, ისა და საკუთარ თავზე ლაპარაკობს დილში. და საკუთარ თავზევე ბრაზდება, რომ აქ ეს წყენები, ეს ტკივილი, რაღაცაში თვით შეფასების პრობლემა რაღაც ყველას გვაქვს ეს, ხო? ოღონდ თუ გავაცნობიერებს და ამოვიტანთ ზედაპირზე, ამ ტკივილს თუ შევხვდებით, ეს ქრება. აღარ არსებობს ვერე, ხო? ესე რომ თქვა. გაცნობიერებული არის, ანუ აი ეს რაც აქ იყო აგრესიები, ტკივილები. ამოვიტანეთ, გავაცნობიერე, შევხვდი, გადავამუშავე ენერგეტიკულად, ფსიქოლოგიურად და გავუშვი. აი ეს არის რეალურად თერაპიის არსი ხოლმე. ოღონდ ეხლა თერაპევტებთან რომ მივდივართ და აი ამ ნაგვით რო არიან თავად და ამბობენ რომ ვითომ დავამუშავე და სიამდვილეში ახლა გოლახტიოდ გეტყვით 15 თერაპევტი თუ მე 16 ესე ვიყავი მე უკვე გავზარდე. გამოცვლილი მყავს და ზოგი ძალიან კარგი იყო. ზოგი აი აქ იყო. თავისთავად რო გაჭირვებია და რო სიხარ და უსმენ. ეგეთები წყოლია. და ჩემთვის ძალიან კარგი დასაკვირვებელი იყო სხვათა შორის, ჩემს საზღვრებშიც როგორ არ ვიცავდი ამ ჩემს საზღვრებს და უსმენდი და მათი თერაპევტი ვიყავი მე. ესეც ძალიან ხშირად მქონია. და როგორც კი მისცემ ადამიანს ამის ენერგიას, რომ კაი მე გავიწევი გვერდზე, მოდი მითხარი რა გაწუხებს და უკვე ამ როლში რო ხარ სულ და უკვე თერაპევტთანაც ამ როლში შედიხარ. ის საერთოდ ვერ გხედავს უკვე შენ და მთლიანად თავის თავზე არის კონცენტრირებული, ხო? ამას ეგოიზმსაც ვეძახით, თქო, სინამდვილეში აი ეს არის რასაკი ნენელა იმას გვაძლევს, რომ მთელი ენერგია, განსაკუთრებით ესე არის ფსიქოლოგიაში 40 წლამდე თუ იყო გაცემაზე, ქალებს განსაკუთრებით ეს ახასიათებენ, არა მოლოდინები, ხო, რომ ვიღაცა აი ამ ჩემს ტკივილს ვიღაც დაინახავს, განკურნავს, ეხლა ეს კონსტრუქციულ ადამიანებს ეგეუნებით, არა დაზიანებული რუკით. ვინმე დაინახავს ამ ტკივილს და განკურნავს, 40 წლის შემდგომ აი ეს უკვე ბრუნდება უკან და მე ხვდებით, რომ არავინაც არ არსებობს ეგეთი, ყველა არის თავის მკურნალობაზე ორიენტირებული, რომელიც მიღებაზე არის აქ და ვერც კი გვხედავენ. საერთოდ ვერც კი გვხედავენ. საერთოდ არ ესმით ეს რას გულისხმობ და აქ ცოტა ზოგთან არის იმედგაცრუება, ზოგთან არის ეს ურანული პერიოდი იწყება, ხო, ურანის ოპოზიციები მერე და ზოგი ხვდება, რომ აი რა ტყილა ამდენი წელი, 20-30 წელი ენერგია, 25 მაინც ენერგია, რომ მე მოლოდინით ვიყავი, ეხლა ჩემ ისტორიას არ გიყვებით, ზოგადად ფსიქოლოგიურ არს გიყვებით, 40-42 წელი რატო არის მნიშვნელოვანი, ხო?
და მივდივართ უკან, უბრუნდებით ჩვენ თავს. აქ რა ხდება? მოდიან ან ოჯახიდან, ან განქორწინება არიან, სამსახურიდან მოდიან, ან ბავშვები გაიზარდნენ, უკვე ახლა ჩემ თავს მივხედე. აი ეს არის ფსიქოლოგიურად და სინამდვილეში ენერგეტიკულ დონეზე აქ გაცემა ენერგიის და თუნდაც იმ აგრესიის გაცემაც ხო სადღაც რომ აი მე მინდა რომ თქვენ მომცეთ ენერგია რატო არ მაძლევთ არაცნობიერ დონეზე და იმას ვებრძვი ამას ვებრძვი ეხლა როცა ემპათიური ადამიანი ხარ ძალიან კარგად ხედავ мотиваციას ადამიანის და ნუ ითმენ გაჩერებული ხარ და ნუ მე ეს შენ ხარჯზე ხდება ხო ეს ყველაფერი და მე მაგიტომ არის რომ ხშირად არის ადამიანები ახლა ახალგაზრდებიც არიან უკვე ესეთები იზოლაციაში ხდებიან აღარ უნდათ ხალხთან ურთიერთობა აღარ უნდათ მასებთან ურთიერთობა იმიტომ რომ გრძნობენ რომ სულ კარგავენ ენერგიას და როდის კარგავთ ენერგიას როდესაც გვაქვს მოლოდინები რომ ვიღაცა დაგვინახავს ვიღაცა შეგვეხიდება ჩვენს ტკივილში ვიღაცა ვეყარებით ხა მთავარი არსი მანდარი ნამდვილ სიყვარულს გულისხმობ ხა იმას კი არა რომ ვიღაცა იყენებს თავის ეგოსთვის ჩემ ენერგიას ხო ნამდვილ სიყვარულს იმიტომ რომ ადამიანს აქ სოციალური არსება არის და მას სინამდვილეში სიყვარული ჭირდება მეტი არაფერი აგრესია ბრაზი დესტრუქცია ეს არის ადამიანი რომელიც ტოტალურად უსიყვარულოდ არის ან გაზრდილი ან კარმულად სულ ამას ეძებდა და მე თავის თავსაც ვეღარ იტანენ ბევრ რაღაცაში ხო და აქედან მოდის როცა უყურებთ აგრესიული ადამიანი და აი რო უყურებ ახლა მაგალითად ხო ძალიან ხშირად თქვენი აღარ მინდა ახლა ისე იმას მაგრამ ან ჯგუფურ თერაპიებში არის ახლა ჩემთან არის ესეთი რაღაცები არ ხდება და იმიტომ არ ხდება ჯერ ისიც მე მგჯერა ველის თეორიის და მგონია რომ ყოველთვის მოდიან უფრო ესეთი ხალხი რომელიც ამაზე უკვე ბევრად მაღლა დადგნენ აქ ჩემთან დაკავშირებით არ გულისხმობ იცით რა არის ასტროლოგიას აქ ესეთი ძალიან საინტერესო ასტროფსიქოლოგიას გულისხმობ ხა ჩორლებრივ ასტროლოგიას ხა ზოდიაქოთი ესავარდა რომელიც ამ ხალ კატეგორიას არ გულისხმობ ასტროფსიქოლოგიაში როცა მივდივართ ოღონდ ფსიქოლოგიაში არა ფსიქოლოგიაში ყველა კატეგორია მიდის და მე ნარცისები ხდებიან და მე კიდე აზიანებენ სხვებს ამ ისეთ გადიდებული ეგოებით ხო აქ გულისხმობ ადამიანებს ვინც მოდის ასტროფსიქოლოგიაში რომ მე მინდა უკვე გავერკვე რა რატო ხდება აქ ხდება მეგობრებო პასუხისგებლობების საკუთარ თავზე აღება ეს სატურნი არის სხვათა შორის პასუხისგებლობა აი ეს პასუხისგებლობა მოდით სატურნი ავიღოთ აქ ესე პასუხისგებლობის საკუთარ თავზე აღება თვითრეფლექსია და საკუთარ თავთან შეხვედრის სურვილი მოდის უკვე აქ ახლა ვინც ან ჩემთან მოდის ან ჯგუფურ თერაპიებზე დადიან ოღონდ ასტროლოგიურზე მაგალითად ან იმიტომ რომ ასტროლოგია როგორი შეშველი სიმართლე არის იცით აი ფსიქოლოგთან შეიძლება მე შევფუთო ჩემი შავი რაღაცები ასტროლოგთან ვერ შევფუთა ახლა გაჩნია ასტროლოგსოგმან შეიძლება ისეთი შავი მოგვაწეროს რომელიც არა გვაქვს და იქაც შაბლონებით მიდიან ხოლმე ხო ზოგჯერ რა იქ წერია ესე და შენ ეგეთი ხარ და აი კონტექსტში და შენთან კონტაქტზე მე ვერ გიყურებ ხო აქაც იგივე ხდება კონტაქტი არ არის აი ამ არსებებში უნდა იყოს კონტაქტი რეალური მე შენ უნდა გხედავდე სინამდვილეში და არა ჩემ პროექციაში სიტყვაზე ხო და შენ ხედავ ასტროლოგიით როგორ ყვებილა ჩაყალელი ვიღაცა დავხედე როგორ ხედავ ეხლა შენ როგორ ხედავ პროექციის გარეშე შენ რუკას უყურებ და შენ რუკაში ჩემი პროექციისგან ძალიან თავისუფალი ვარ მე ამას კარგად ხედავ აქ რა ხდება სინამდვილეში ხო და შიშველი ხელებით რო წავიდე მე აქ ფანტაზიებში წავალ მაგიტომ არის ფსიქოლოგიაში რომ აი მე ვფანტაზირებ რომ შენ ესე ხარ და პროექცია რო არ იყოს და ასე შემდეგ რა თქმა უნდა იქ ფანტაზიაში ვართ როცა კლიენტთან მუშაობთ აბსოლუტურად შეუერაღებელი ხარით მაგრამ აქ რო რუკა გვაქვს და სხვათა შორის ახლა 2 აგვისტოს მეწყება ასტროფსიქოლოგიის სკოლა ახლაც გადის წინა კურსი სკოლის და ამას ვასწავლის ზუსტად ამითი როგორ დავინახოთ ადამიანები შიშლად ფსიქოლოგიურად როგორ დავინახოთ ადამიანები როგორ გამოვიყენოთ ეს ცოდნა რომ დავიცვათ თავი პროექციებისგან და საკუთარ
საკუთარ ტრამვებს არ კიდებდეთ სხვებს, ხო? და ეს ასტროფსიქოლოგია არის, სტანდარტული ასტროლოგია ამ ცოდნას არ გვაძლევს, ასტროფსიქოლოგია გვაძლევს ამ ცოდნას. და ასტროფსიქოლოგია რაც ნიშნავს, აქ მშვილდოსნური ენერგიაც არის საჭირო, ხო? სამყაროს კანონები, ხა მე რო გელაპარაკებით ინდური ფილოსოფია, ეზოთერული სწავლებები, მაგალითად, ზოგადი სურათი, რელიგიური თემების, მაგალითად, ხო? ამ ყველაფერს აერთიანებს ასტროფსიქოლოგია, ზოგადად. და ამ კუთხით როცა ვმუშაობთ ადამიანებზე, ხო, მე მის დაჭრილ ეგოს ხედავ. მე მის ტკივილს ხედავ და კი არ ვაგდებ პირიქით. აი ზოგჯერ არის ხოლმე ესე ასტროლოგებისგან, ახლა მე ყველასთან არ ვიცი რა როგორ ხდება, ისე გეუბნებით უცხოელებიც უნდას რომ უსმენ ხოლმე, ხო? აგდებენ ადამიანის ეგოს დაბლა. თუმცა ისიც მინახავს, რომ ისეთ ნარცისი ყოფილა ადამიანი, რომ მე ვიცი კარმის კანონებით, მას თუ კიდე უფრო აუწევ თვით შეფასებაზე ვეტყვი, რომ ძალიან კარგი ხარ და გამოგივა ყველაფერი, მე დავისჯები ამის გამო. მას თუ მივცემ ცხრუ ეგოს კვების შესაძლებლობას. ესეც კარმის კანონები არის. არც ხელმომხვედრია მაგის გამო ადრე სხვათაშორის და იმის შემდეგ ჭკუა ვისწავლე. შესაბამისად, აქ ისევ ემპათია რომ შეგეცოდება ადამიანი, როგორ არის, ახლა ხო არ დააჭერ რაღაცა, მაგრამ იმას კი არ გეუბნებით, ახლა პირდაპირ უთხრა ადამიანს რაღაცა, აი არ წაუხალისო, ტაში არ დაუკრა მინიმუმ, ხო, ამაზე არის. მოდი აი ხა ამას მივაქციოთ ყურადღება. მოდი ხა ამაზე იმუშავე და ნუ ეხა ზოგჯერ მხალ აგრესიაც შეიძლება ვიგრძნოთ აქედან, ხო, დაჭრილ ეგოს რო შევეხოთ მაგალითად, მაგრამ ესეც პროცესი არის, ანუ ჩვენ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ იმის მეორე მხარის პასუხისგებლობა ეკა. ოღონდ მე გეტყვით, მთელი 15 წლის განმავლობაში 3-4 ადამიანი მყოლია ეგეთი. დანარჩენი არ მოდიან უბრალოდ ასტროლოგიაში ესეთი ხალხი. ან მოდიან, რომელსაც ეგოს რეალიზება უნდათ უფრო მეტად, აი დავინახო, აბა რუკაში რა მაგარი ვარ, ხო? ეს ნარცისულ ველსთან მივდივართ ხოლმე. დანარჩენი მოდის უფრო თვითრეფლექსიისთვის, მოდიან უფრო აი ესევე დაჭრილები რო არიან სხვებისგან. და ეხა ჩემი საზღვრები მინდა დავიცვა. გავერკვე რა პოტენციალი მაქვს, ანუ პირიქით ვინც დაწია უკან თავი და პირიქით ეხლა წინ წირდება, ხო? გაწევა. აი ესეთი კატეგორია უფრო ინტერესდება ასტროფსიქოლოგიით. იმიტომ რომ აქ ვერ მოგვატყუებენ ჩვენ. და ზუსტად მოდის ის კატეგორია, რომ არ უნდათ ტყუილი. ზუსტად ყველაფერი უნდათ დაინახონ. ხო და ამ შემთხვევაში, როდესაც აი ამ სატურნულ ენერგიაში, ხო? სადღაც აი ამ ეგოების მკურნალობას ბჭყალებში დავიწყებთ სადღაც, ხო? აქ ხდება უკვე რა იცით 40 წლის ასაკი განსაკუთრებით 42-44 მე ცოტა მეტი ვარ უკვე. მაგრამ აი ეს მე გავიარე ეს ურანული პერიოდი, სხვა შეფერი არ დავანგრიე, არაფერი არ მოვსპე, როგორც კლასიკურ ასტროლოგიაში წერია, იმიტომ რომ ძლიერი მყავს ურანი და კარგად ასპექტირებული და შესაბამისად არა ვარ ორიენტირებული რაღაცა დავანგრიო. მაგრამ განახლება იცის. განახლება რა? დავინახე, საზღვრები გავავლეთ და აღარ ვდებთ ენერგიას იქ, სადაც ვერაფერს ვერ მივიღებთ ამ ხალხში. მაგალითად, რომელიც ასევე ეგოებში არის გაჭედილი და ყველას ახლა ვუტრირებ, ხო? ეს ყველაზე არა, ანუ იმ კატეგორიასთან უკვე ვიცი, სად ჩავდოთ ენერგია, სად არ ჩავდოთ. თუნდაც მე რო ვიღაცაზე ვლაპარაკობ, ის რა ცუდია ეს მე ვაძლევ მას ჩემ ენერგიას. აი ხო აგრესიული ვარ და ვებრძვი მას. ეს ჩემში შემიძლია წავიღო და ვანიავებ ამ ენერგიას, ხო? რო ვანიავებ, ვიცლები ენერგია და კიდევ სხვებს ვეძებ. მე რო კიდე მათ ენერგიაზე დავჯდე რომ რაღაცა ავიღო, მაგრამ რეალურად ყურადღება, კონცენტრირება ჩემს ნაცვლად იმათზე არის, ჩემი რესურსები არ არის, ჩემი განვითარება არ არის და მათში ვდებ ენერგია. ეს არის ეს ასაკი, სატურნის ასაკი ჭირდება ამ ყველაფერს, რომ ეს გავაცნობიეროთ. მანამდე არ ხდება. ეხლა ახალგაზრდები ბევრად 1-10 წლით გვისწრებენ უკვე და უფრო ხვდებიან. ანუ ჩვენ რაც 10 წელი დავაგვიანეთ, ჩვენ წინათაობამ კიდევ უფრო მეტი დააგვიანა. ეხლა მე რასაც 40 წლის მივხვდი, ჩემ წინათაობა 50 წლის მივხვდა. ეხლა ცოტა შედარებით პატარა თაობა 30 წლის ხდება, ახალგაზრდავდება ჩემი გადასახედიდან. ახლა წარმოიდგინეთ, დღეში 1 ან 2 კონსულტაციას ვატარებ რამდენი წელი, რამდენ ადამიანთან მაქვს შეხება, ჯგუფური თერაპიები მაქვს, ასტროლოგიური სკოლა მაქვს.
ტრენინგები მაქვს, ეხლა სელენას ტრენინგი მაქვს, მაგალითად, რომელსაც შეიფსო უკვე ადგილები აღარ არის, მაგრამ მათ თერაპიულად, მედიტაციური პრაქტიკით, უამრავი სხვა ტექნიკით გავივლით ამ სელენას ენერგეტიკას, ან ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებ, მარტო ასტროლოგი არა ვარ ესე, ხო? და თერაპიულ პროცესში დადიან ჩემთან ჯგუფური თერაპიების გარდა ინდივიდუალური თერაპიები მაქვს, ასტროლოგიური კომბინაციით, აი ხა მე რაზეც გელაპარაკებით და ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებ. იმიტომ რომ მე ესე მგონია რომ ერთი სისტემა მარტო არ მუშაობს, იქ ბევრი რაღაცები ერთად უნდა ჩართო და აქედან გამოცდილება ძალიან ბევრი გაქვს ადამიანს, ხო? და ძალიან ბევრი ადამიანთან გაქვს შეხება. და ბევრ კარმულ ენერგიასთან გაქვს შეხება, ხო? და აქედან გამომდინარე, ხა მე რასაც გიყვებით, ეს ძალიან დიდი გამოცდილებიდან გიყვებით და იქ რუკები რომ მიდევს და თერაპიულ პროცესში ვართ და 6 საათი გრძელდება, ხა ჩემთან ასტროლოგიური სკოლა 6 საათი მაქვს თითო ლექსია. და 9 საათი ვისვენებ მარტო თანაჭენი კლიანად ძალიან დინამიურად ძალიან ჩქარა ეხა დროის კარგვა სხვისი დროის ჭამა და ჩემი დროის ჭამა ძალიან მეზარება ხოლმე და ძალიან ენერგიულად და დატვირთულად გადის ეს კურსი და ვისაც გაქვთ სურვილი უფრო თერაპიულად და იმიტომ რომ თერაპიებს გავდივართ იქ ასევე ჯგუფურს შეგძლიათ მოხვიდეთ 2 აგვისტოს ორთვიანი კურსი მეწყება კვირაში 1 დღე არის შეხვედრა 8 შეხვედრა არის 6 საათიანი დაახლოებით. ნუ 5-6 საათი ხოლმე, სადამდეც არ დავეცემი, იქამდე არის ხოლმე. მე მთელი კვირა დასწრება გინდა. მაგრამ იდეას გიყვებით ახლა. აი მე თუ ამას ხედავ. აი ამ ადამიანის ფრუსტრაცია, სანამ ეს ასაკი მოუვა, ამაში რო არის ძალიან ჩართული, აი ამ დრამებში და სიბრაზეში. ის რას გააკეთებს? პროექციებს. ამოიჩემებს ვიღაცებს. ნახეთ ახლა რა არის პროექცია. მაგალითად, ადამიანი, ახლა ჩვენ ხო ვიყურებით კარმაში, წინა ცხოვრებებში, ხო? ადამიანი, რომელიც მთელი წინა ცხოვრებები, ну, აი მაგალითად, ქალი იყო, დაჩაგრული, გაუბედურებული სიტყვაზე, რამდენიმე ინკარნაცია სიღარიბეში, უბედურებაში იცხოვრა. რა თქმა უნდა, მისთვის თავარი ბრაზის ტრიგერი იქნება ლამაზი, გაპრანჭული, ესეთი თავდაჯერებული ქალი. რა თქმა უნდა, ის აი ჩვენი ქალების უმეტესობას რო გთხოვთ, ხო იცით, ვიღაცა რომ დაიყო, ან ვიცი, რომ კარგად გამოიყურება, ან ლამაზი არის, რომ და ჩაქოლონ ხოლმე. იმ ლამაზებსაც, ახლა ძალიან ლამაზებსაც კიდე ცალკე პრობლემები აქვს ზოგადად, ხო, ფსიქოლოგიური იმითი რომ აღვქვათ. მაგრამ მე გეუბნებით, აი თუნდაც მე რაღაცაში თუ ან გული მტკივა ძალიან, ხო? ან აგრესია მაქვს, ან აი რაღაცა ის არის. აი ჩემი პრობლემა ის იყო ხოლმე რომ ნაკლებად აგრესიული ვიყავი და მე მივხვდი რომ იმდენად შეიძლება მე მეორე მხარეს გადაუარო. ჯობია გავაჩერო და ყველას გონი ვარ არ აგრესიული და სინამდვილეში ერთხელ თერაპიაზე ვთქვი რა მათო იცავ ჩემგან მეთქი. აი მე ჩემი ეს ჭკვიდა რომ არ გადავიდეს არ გადაჯეკოს ყველა და ყველაფერი ამიტგან ვიცავ მეთქი და ეგეც პრობლემა არის ან პოლუსებში ვართ ჩაკეტილი და უნდა ეს სადღაც გამოუშვა ხო იმიტომ რომ მე ეს ვიღაცა გამოხტება მაგალითად იქ თავის პროექციებში რომ აი ესეთი ქალები თავდაჯერებული იქნება ის იქნება უნდა ჩავქოლო სიტყვაზე ან აგრესია გამოვაბლინო ან რაღაცა ისეთი უთხრა და აქედან შეხვდეს ეს ქალი რომელიც თავს ესე იცავს და მე ამათ შორის რა მოხდება აყრის ეს ისრებს და ეს უ თავდაცვაში არის ხო და ეს თავდაცვა ზრდის აგრესიას მეორე მხარეშიც და სინამდვილეში ხა კარმის კანონებით აი უფრო კარმის კანონებში რო გადავიდეთ ხო ის აპროვოცირებს არაცნობიერად ხო თავის ტრამვები აქვს თავის უბედურება აქვს და გესხმის თავს სინამდვილეში თქვენი აურები რეზონანსში მოვიდა ერთმანეთთან ეს უკვე სამყაროსეულ კანონებზე რო ვთქვათ რასაც ნუ ნენელა ფსიქოლოგია მაგას ხდება უკვე რა რაღაცა გაგშიგნით და ის გიჩხიკინებს ხო და ნუ ტიპი ჩანს რა ხან მებრძვის ან მე ხა ესე არასოდეს არ უახლოვდები ადამიანებს რომ ესეთ ურთიერთობაში შევიდე მაგრამ ისე გეუბნებით რა ნუ უახლოვდები კარგ ტიპებს ეგეთებს არა ხო და სინამდვილეში აქ ძალიან საყვარი რაღაცა გამოვიდა სინამდვილეში აი ეს ორი ენერგია მაგალითად უნისონში არის ერთმანეთთან რატომ მე ძალიან კარგი ტიპი ვარ აქ ყველასთან ხიარული ვარ შესაბამისად ხდი ჩემ აურას და უცველს მე არ მინდა უხეშობა
ეს ლიტის ასწორი ავიღოთ სიტყვაზე, ან მეშვიდე სახლი დაზიანებული, ან დაკვადრატებული მარსი, სხვა კუთხით, ხო, იქ მარსი თევზები, კურო მაგალითად პასიურ აგრესიაში და მე ვიღაცამ უნდა დამარტყას. ეს ახლა პლანეტარული დონე, მე ცოტა უფრო ღრმა ენერგიაზე ვამბობ, მაგრამ პლანეტარული ენერგიაც მსგავსი არის. და შესაბამისად ეს გარე აგრესიას ავლენს, ანუ სინამდვილეში ჩემში უკვე არაცნობიერში აი ამ კარგ ისეთ ტიპაში, ცნობიერში უკვე დიდი აგრესია არის. ამან უნდა მიჩხიკინოს, ამოატივტივოს, ამოიტანოს ზედაპირზე ეს ჩემი ქვეცნობიერი, არაცნობიერი დონეზე უკვე აგრესია, ან ამას დავაყრი, რომ გაჩერდი თავი დამანებე თორე ამას არ დავტოვებ ესე და მე ვხდებით ძალიან აგრესიულები, ან მინიმალურ დონეზე ვსწავლობთ თავის დაცვას. ამისი აგრესია შეკავებულია, ხდება უკვე რომ ნამეტანი მოუვიდა, ანუ ამის განვითარებასაც ვეხმარებით და ჩვენც თავისუფლდებით პოლარობისგან, ხო? ამიტომ მოხდა კარმულად ჩვენი შეხვედრა ერთმანეთთან. სანამ ამას არ ვისწავლი, სულ ესეთ დესტრუქციულ ტიპებს მივიზიდა. ხო? ამიტომ ყველაზე რთული არის ამ ცხოვრებაში კარგი ტიპი იყო. ეგო არ გქონდეს, იმიტომ რომ სულ ესეთ დესტრუქციულ ტიპებს მიიზიდა. იმიტომ რომ შენ თუ კარგი ტიპი ხარ და ეგო არა გაქვს, შენ არაცნობიერში მიდის უკვე დაუცველობა ზრდის უკვე ავტოაგრესიას. იმიტომ რომ აქ უკვე მე ჩემ თავის მიმართ მაქვს აგრესია, იმიტომ რომ მე დაუცველად ვაქციე ჩემი თავი. ანუ ამ სატურნის ენერგიასთან მოვდივართ წინააღმდეგობაში, რომელიც გეუბნება სატურნი, რომ კაი ტიპი ხარ თუ ცუდი ტიპი ხარ. მე არ მაინტერესებს, შენ უნდა ისწავლო ეს სატურნის ენერგია. შენ უნდა ისწავლო თავის დაცვა, სიმყარე, უნდა გადარჩე ნებისმიერ სიტუაციაში. როცა საჭირო არის აგრესია გამოავლინო, როცა საჭირო არის თავი დაიცვა, როცა საჭირო არის აი ეს მეორე პოლუსები ჩართე ფსიქოლოგიურად და დაინახე რა გაკლია, რას არ აძლევს შენ თავს უფლებას, იმიტომ რომ ის გროვდება, სერიოზულად გროვდება აქ. და მე გადაყრის, აი ქალების უმეტესობას რა პრობლემა აქვს ხოლმე, კაცებსაც სხვათა შორის, ოღონდ სხვა კუთხით. ხდებიან ნარცისებს, ხდებიან დესტრუქციულ ადამიანებს, რა ხდება ამ დროს, ხო? აი ამებს უარს ვამბობდი, ჩავკეტე ჩემი სურვილები, წავიდა შიმშილი არაცნობიერ დონეზე და იმხელა ენერგია ატომურ დონეზე შეკავებული, რომ ვიღაცა არის საჭირო აქ. როგორც წესი ფეიკები არიან ხოლმე ესენი, ვიღაცა არის საჭირო, რომ გახსნას ეს ენერგია. იგივე არის აგრესიაზეც, ხო, მე თუ კაი ტიპი ვარ, არაცნობიერში ავტომატურად მიდის აგრესია. და ყოველთვის მოვიზიდავ აი ესეთ კატეგორიას, რომელიც, იმიტომ რომ მე თუ ჩავკეტე სიყვარული, სითბო, მაგალითად ჩემში, იქ დიდი დაძაბულობა ხდება, ხო, ენერგეტიკული დაძაბულობა ხდება და ის უკვე ნეგატივში გადადის, დესტრუქციაში გადადის და შესაბამისად რეზონანსში გადის ნარცისული ველის ადამიანებთან, ტოქსიკურ კაცებთან მაგალითად. ანუ კაცი, რომელიც სუსტი არის, რომელიც ქალის არქეტიპზე ზის, ვენერას არქეტიპზე ზის, მიზიდავს აგრესიულ ქალებს. ხო? ეს იგივე არის, ანუ პოლარობებს ვეძახით, სინამდვილეში არაცნობიერში ერთი ჯოხის ორი ბოლო არის. ანუ მე თუ ვიღებ აგრესიულ ტოქსიკურ ადამიანს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე აგრესიული და ტოქსიკური ვარ. მე სადღაც ზედმეტად მეორე პოლუსში ვარ, ესე იგი, ან ძალიან კარი ტიპი ვარ, ან კეთილი ვარ, ან ყველას იმესმის სიტყვაზე, ხო, ბევრი ქალები არიან ხოლმე ესე ჩემთან. და ჩაგრულად ხთი ჩემ თავს. ანუ მთელი ფარი, მთელი თავდაცვა მოვაცილე ჩემ თავს და ადვილი ლუკმა ვარ უკვე სხვებისთვის. ეხლა საქართველოს არის განიარაღებული და გაუბედურებული და ყველას რო შეუძლია უკვე თავზე გადაუაროს იდეაში რო ამბობთ, მსგავსი ენერგია არის, ხო? დაუცველად აქციეს თავისივე უტვინობით თავი. შესაბამისად, ეს უსაფრთხოება, როცა აღარ არის ჯავშანი, აღარ არის შინაგანი. ვიზიდავ ისეთ ტიპებს, რომელიც ადვილად დამჭრიან, რომ ნენელა ისევ შევიქმნა ეს ფარი, შევიქმნა ეს ახლა რა არის? მაგალითად, მთავარი მსოფლიო პოლიტიკაში, ვინცაც მეტი იარაღი აქვს, ვისაც მეტი ჯარი ყავს, იმას უბრალოდ არც ეცხმიან თავს. ის უკვე მთლიანად არის ძლიერი, ხო, ამ შემთხვევაში. ანუ უბრალოდ პრევენციას ახდენს, უკვე რომ მას აღარავინ აღარ გაეკაროს. როგორც კი რომელიმე ქვეყანა დასუსტდება, ან ეკონომიკურად, ან
ტექნოლოგიურად ან იარაღის კუთხით ის უკვე ადვილი სალუკმე ხდება. ანუ თავარი ომის ხელოვნებაში ყოველთვის ის იყო, რომ იმდენად ძლიერი უნდა ვიყო, რომ თავდასხმას არც კი გაუვლოს თავში, რომ მე თავს დამესხას. აი როცა ეს ადამიანური ლოგიკით რო წავყვანთ ყოველდღიურ ურთიერთობაში, ეს უკვე აღარ მაქვს. აი ხშირად არის ხოლმე ახლა ლიეტილომების მეორე უკიდურესობა, ხო, რომ იმდენად წევენ თავს დაბლა, მაგალითად, რომ ყველა მათ ეგოზე გადადის. და აქ ზუსტად ეგ არის, რომ განა და ეს მე კიდევ უფრო უგდებთ თვითშეფასებაზე. სინამდვილეში აქ ის კი არ არის, რომ თვითონ ცუდი ტიპი არის და თვითონ უნდა ესე იმიტომ ექცევიან, რომ არ იმსახურებს რაღაცას. ეს ზუსტად იმიტომ არის, რომ აქეთ ხარეს ადამიანები, რომელსაც აქვს თავისი ღრმა ტრამვები, გაბოროტებას ეძახის, ხა ჩვეულებრივი ენა ხო, სინამდვილეში ეს არის ძალიან აგრესიული, ანუ მინდა და არ მეძლევა ენერგია არის, ხო? მათ ჭირდებათ აი ესეთი ადამიანები მეორე პოლუსში, რომ მთელი თავისი აგრესიის პროექცირება მოახდინონ. და მე თუ დაბალი თვითშეფასება მაქვს, მე თუ ხა ყველას გვაქვს სადღაც დაბალი თვითშეფასება, ხო? მაგრამ ეს თუ უკვე იქამდე ტოქსიკურობაში მიდის, რომ მე ამ ადამიანებთან ვარ აბსოლუტურად შიშველი, არა მაქვს ფარი, არა მაქვს თავდაცვა, ხო? უკვე ნიშნავს, რომ ვისაც არ დაეზარება, აი მეორე აგრესიულ კატეგორიას მივიზიდა და იმ ხალხს იმიტომ კი არ ვიზიდა, რომ ჩემი ეგო უნდა დატკეპნონ, იმიტომ რომ მე ამის საშუალებას მათ ვაძლევ. აი ეს არის. და ეს არის უკვე საზღვრების თემა. აგავდივართ უკვე საზღვრების არქონაში. აქ ენერგეტიკულ საზღვრებსაც გულისხმობთ, ფსიქოლოგიურ საზღვრებს გულისხმობთ, რომელიც ძალიან მარტივად შენდება ყოველდღიური მოქმედებით. მათ მე პირად კონსულტაციაზე რომ მოდიან, იქ ხედავთ სად არღვევს ეს ადამიანი თავის საზღვრებს, მე ამაზე მუშაობთ ხოლმე. ინსტრუქციები აი ძალიან მარტივი არის, თან ძალიან პრაქტიკულად ჩანს ხოლმე ეს ყველაფერი. მე რამდენი ხანი ვლაპარაკობ უკვე თურმე. და ძალიან კარგად ჩანს მე ეს, როგორ უნდა აღადგინოს საკუთარი საზღვრები ყოველდღიური კონკრეტული ქმედებით. აი ეს არის ძალიან უშუალოდ აქ სადღაც სიტყვები ეს უნდა გამოვიყენოს, სადღაც ეს ტონი უნდა გავაკეთო, ეს სადღაც ეს ბარიერები უნდა შევქმნა და ნელა აღდგენა ხდება, დაბრუნებად ხდება საკუთარ თავთან. ამიტომ რეალურად გარემო სამყარო, რეალურად საშიში და იმიტომ ხდება, რომ ზუსტად საზღვრებს არ ვიცავთ. აი ეს არის ხოლმე მთავარი პრობლემა. ეხლა მინდა დაგემშვიდობოთ. იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო. ძალიან გამიხარდება კომენტარები, გამიხარდება თუ დალაიქებთ ამ ვიდეოს. უბოლოში ვამბობ ხოლმე, რომ ავიწყდება ისე გამიტაცებს ხოლმე საუბარი. და კიდევ ბევრ საინტერესო შემოგთავაზებთ თუნდაც საზღვრების თემაზე შემდეგ ვიდეოს დროებით.